და ისევ კვლავ ეთერში ვართ. მივესალმები იმ მაყურებელს, რომელიც ახლა შემოგვიერთდა კრიტიკული აზრის მეორე ნაწილი დაიწყო. და ჩვენ ხაზზე უნდა ვყავდეს ჩვენი მეგობარი, ახლო მეგობარი და ჟურნალისტი, მკვლევარი, რა ვიცი, პოლიტოლოგი, ბევრი შემიძლია ვისაუბრო ჩვენი გიორგი. ყველაფრის გარშემო ექსპერტია. კი, ყველაფრის არა, ეხლა შენ ეხლა ტყუილად შემოაგდე ეს ფრაზა, იმიტომ რომ ხო იცი ჩვენთან ელიავოზე რო დგანან, ყველაფერში კები, ხო იცი რა. თუმცა ეს შენ არ გეხება, შენი საექსპერტო, ასე ვთქვათ, ანალიზი ყოველთვის მართლდება. როგორ ახარ გიორგი? კარგად. გადასარევად. პირდაპირ თქვი ხოლმე, გადასარევად. საფრანგეთში გადასარევად ხარ, რა თქმა უნდა. დღეს კაფეში უზება ნახე რა შვედიელი ნატურმორტივა. კი ბატონო, დღეს მე და შენ ვართ ეთერში. გოჩა არ ესწრება ეთერს. მას რაღაც მიზეზის გამო არ ესწრება, მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ მე და შენ ვართ პირდაპირ ეთერში. კი ბატონო. მაყურებელს როგორც ყოველთვის შეუძლია დაგვირეკოს, გაგვაცნოს საკუთარი აზრი არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, გამოთქვას ის წუხილი, ანუ იმ თემებზე, რომელიც მას აწუხებს და ასე შემდეგ. ნებისმიერი თემა შეგიძლიათ წამოწიოთ, თქვენთვის ეთერი თავისუფალია, მაყურებელს გულისხმობ. ჩვენ კი დავიწყოთ აი თუნდაც ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით. სერბეთში ძალიან დიდი დემონსტრაცია პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით და საპარლამენტო არჩევნების დანიშნვას ითხოვს, ხო? თუ არ ვცდები, გამოსული ხალხი. აი როგორ ფიქრობ, რით დამთავრდება საბოლოო, იმიტომ რომ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ის ულტიმატუმს არ აყვება, ასე ვთქვათ, ულტიმატუმურ რაღაც განცხადებებს იგნორირებას ყოველთვის გაუკეთებს და აი როგორ ფიქრობ გიორგი? ვუჩიჩმა რაღაც აი გახსოვს ქართულმა ოცნებამ ზუსტად 2 წლის უკან თუ არ ვცდები შარლ მიშელთან დადებული ხელშეკრულება რო დაარღვია და აი თითქმის ხელმოწერილი, რა ქვია, ხელშეკრულება შარლ მიშელთან, როცა ეს 21 წელს იყო, 21-ში. ხო, 21-ში იყო, ხო. კი, 21-ში იყო, ხო, და დაარღვია ეს ხელშეკრულება და წავიდნენ არა კომპრომისის გზით მაშინ. ზუსტად იგივე ხდება სერბეთში, რაღაცა ეს ქართული ოცნებასავით გამოუვიდა ვუჩიჩს, იმიტომ რომ ჯერ იყო და ვითომ დათანხმდა ამას, რა ქვია, საპარლამენტო რიგარიშე საპარლამენტო არჩევნებს. ეხლა ისე ვთქვა, რომ რაღაცა მე რა ქვია, ულტიმატუმების ენი არ ვლაპარაკობ და არ არის ჩემთან საჭირო ულტიმატუმების ენით საუბარი. არა და სერბეთში ძალიან დიდი მღელვარება, იქაც ახალგაზრდები არიან და მე ვერ ვიტყოდი, რომ იქაც ისევე როგორც საქართველოში მარტო ისინი არ არიან, ვისაც ვუჩიჩი იქაურნაცებს ეძახის, ესე ვთქვათ, ხო? ლიბერასტები და ლიბერალები და რაღაცა, ესა რა ქვია. იქაც ყველა სპექტრი არის, შენ წარმოიდგინე, ულტრამემარჯვენეებიდან დაწყებული კონსერვატორებით დამთავრებული და ლიბერალებით და სოციალ-დემოკრატებით გაგრძელებული, თითქმის ყველა ოპოზიცია ამას ითხოვს და პლუს ყველა ახალგაზრდობა, რომელიც უჭერს ამას, რა ქვია, ლიბერალურ ოპოზიციას მხარს თუ არ უჭერს ლიბერალურ ოპოზიციას მხარს. ანუ რაღაცა ჩვენ დიდი პარალელების გავლება შეგვიძლია ჩვენს, იმიტომ რომ ხა ელემენტარულად მე და შენ ზივართ ახლა ეს ორი კონსერვატორი კაცი და უჭერთ იმ ახალგაზრდებს მხარს, რომლებიც მართლაც რუსთაველზე დგანან და ბევრ რაღაცას სწორად მოითხოვენ, ხო? ნაწილს, მოდი ასე ვთქვათ, ნაწილს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აპოლიტიკურები არიან პარტიის თვალსაზრისით, მაგრამ პროტესტის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, იდეოლოგია ეგეთია, ესეთია. ყველა არ დგას რაღაც რომელიღაცა პარტიის წარმომადგენელი, იქ დგანან მართლა ახალგაზრდები, რომლებსაც რაღაცის შესწვლა უნდა და ამოუვიდათ ხელში 12-13 წელი ერთი და იგივე, ესა რა ქვია, სახეები და ერთი და იგივე დაპირებები და ერთი და იგივე, ესა რა ქვია, დღეს გამობზანდა ბატონი პაპუაშვილი და თქვა, რომ ესო რა ქვია, ევროპა არისო ესა რა ქვია, უფასო ჯანდაცვა, რაღაცა კეთილი სიბერე და რაღაცა
ჩვენ დაუშალეთ ეს, მე და შენ დაუშალეთ და ამას ევროპა რა თქმა უნდა ამის გაკეთებას ამაზე დგას სახელმწიფო, ამას არც ევროპა ჭირდება და არაფერი. იგივე აბსოლუტურად მდგომარეობა არის ემაში რა ქვია და სერბეთში, ხო, რაღაცა უჩიჩი იცი რა არის ვუჩიჩსაც ახლა როცა ამ ჩვენ ხელისუფლებაზე ამბობენ რომ ესენი გარუსტენ და რა ვუჩიჩი არც გარუსებულა არც გამორუსებულა ვუჩიჩი არის უბრალოდ ზუსტად იგივე საკეთებს რასაც აკეთებენ ესენი რა ქვია ჩვენი ქართული ოცნება ხო ახლა ჩვენ ქართულ ოცნებაზე ხანდახან ვამბობ რომ ნეტამ რუსები იყვნენ მეწოდინებოდა მაინც საით მიდიან და რას აკეთებენ ხო ის მაინც გვეწოდინებოდა ისეა ვუჩიჩის ვერ გავიგეთ რა უნდა საით მიდის რას აპირებს და ხან უკრაინას უჭერს მხარს ხან მოსკოვს ხან ამას ხან იმას და რაღაცა აბდაუბდას მიედებ მოედება და მიაც მოაწევს ხო თუმცა იქაც ოპოზიცია ეძახის პრორუსი რაღაცა ხო როგორც ხდება ხოლმე ოპოზიციას სამწუხაროდ ჩვენთანაც და სერბეთის აბსოლუტურად იგივე ლექსიკა აქვს და იგივე მიდგომები აქვს ხო ასე რომ სერბეთის და ჩვენი სიტუაცია რაღაც ბევრ რაღაცაში აბსოლუტურად ემთხვევა და ეთანხმება ერთმანეთს ჩვენც მოვითხოვთ ამ არჩევნებს და ბიჭო შემამაცხონებულო თუ ასეთი რეიტინგი გაქვს და 80 და 90% გაქვს რეიტინგი პირიქით გამოდი და ჩაატარე ხა მე გიორგი გულზე ხელს დავიდებ და მთელი აი სიმართლეს ვიტყვი ანუ ეწყინება ჩვენ ზვირფას ოპოზიციას ზვირფას წყალებში თუ ქართული ოცნება თუ εμას რა ქვია ჩაატარებს მართლა დემოკრატიულ არჩევნებშიც ქართული ოცნება ამ წუთში იმ ოპოზიციას რომელსაც ჩვენ ვხედავთ ემაში რა ქვია ხო ესე ქართული მეინსტრიმული მედიის ტელეეკრანებზე იმათ ნამდვილად მოუგებს ამ უფრო მეტი მხარდამჭერი ყავს მოდი გულზე ხელი დავიდე ანუ შენ ამბობ თუ მარტო ოცნება და ოპოზიცია მიიღებს ანუ ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ეგრეთო ხო რა აი ეს ლიბერალური ოპოზიცია ეხლა ეს ხო თავისთავად ცხადია რომ ლიბერალიზმი ტრადიციონალიზმს საქართველოში დღეს ვერ მოუგებს ვერანაირად ეს ჩვენ კარგად გვესმის რა თქმა უნდა ეს ჩვენ კარგად გვესმის მაგრამ ამ ტრადიციონალიზმზე ამ ეროვნულობაზე სხვა პარტიებიც დგანან აი მაგალითად ჩვენი პარტიაც და ზუსტად იმიტომ გძირავს თქვა ქართული ოცნება რომ ამომრჩეველს დააჯდა ჩვენსას ელექტორატს და არ უნდა რომ არსებობდეს მსგავსი პარტია ეს პარტია უნდა ჩაიძიროს რომ ის ამომრჩეველიც როდესაც ხედავს რომ მხოლოდ და მხოლოდ ლიბერალიზმი უპირისპირდება ისევ ამათ აძლევს ხმას ანუ კარგი მაგრამ სხვა რამეს ვამბობ ჩაატარე მე ეს არჩევნები კაცო ხო და მაგას ვამბობ ჩვენ მაგას ვიცი ჩაატარე შენ ხო ამბობ სამართლიანი რო ჩაატაროს მაინც მოიგებს არა სამართლიანს ნუ ჩაატარე სამართლიანი რატო გეშინია ხო ჩაატარე და დასავლეთსაც დაუმტკიცე რომ აგერ ვატარებ არჩევნებს მოვიგე და კიდე მე აბა მეტი რა გინდათ საბოლოო ჯამში და ამით უნდა დამთავრდეს. თქვენ პარტიას რაც შეეხება კობახიძემ ერთი წლის უკან აღიარა, მე ერთი წლის უკან თქვა მე მგონი რომ პატრიოტულ ძალებსო 15% ქონდა და მე ჩამოუწიე ესო რა ქვია მე დავაკელი ხმებიო, ხო? და ეს იყო კი, ეს იყო იმ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი 2020 წელს და პატრიოტთა ალიანსის გარდა სხვა პარტია არ არსებობდა მაშინ. პატრიოტული, რასაც ქვია, ხო ეგრე, ანუ მაშინ არც ალტინფო არსებობდა, არც სხვა რომელიმე ის, მაშინ საერთოდ მარტო პატრიოტთა ალიანსი არსებობდა და მართლა ასეც იყო. და რომელიმე ადამიანმა აღნიშნა, რომ როგორ აღიარა, რომ ხმები წაართვა და ისევ ხელისუფლებაში არიან, რა ხდება ამ ქვეყანაში? რომელიმე ადამიანს მოუვიდა თავში, რომ ეს აზრი, რომ აი ეს კითხვა დაუსვას ხელისუფლებას. ან ის აზრად მაინც მოსდის ადამიანს, რომ ასეთი რამე რო ხდება ქვეყანაში, რომ ასეთ პატრიოტულ ძალებს ძირავ, იმიტომ ვართ ასეთ დღეში, თორე 15% რო ყოფილიყავი წარმოდგენილები 2020 წელს. დღეს უკვე იქნებოდით 20-25% წარმოდგენილები. ეს სერიოზულად მოახდენდა გარდატეხას თვითონ პარლამენტში. სერიოზულად მოახდენდა გარდატეხას სამინისტრო, ანუ მინისტრთა კაბინეტში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და შეიცვლებოდა ქვეყანა ბუნებრივი უკეთესობისკენ. არ იქნებოდა ის ერთპარტიული მმართველობა, როგორც არის დღეს. კი ბატონო, არ იქნებოდა, ზარია გიორგი ეთერში, მოდი უპასუხოთ და ის გავაგრძელოთ მე საუბარი. ზარი, შემოუშვით ზარი. საღამოშვიდობის. საკითხს გაგისვამდეთ, მინდა თარიღს შევეხო რა. ეს გმირული კვირეულია შეიძლება ითქვას ასე ეძახი ამ კვირეულს მასნაგებელ ეკლესიის ისტორიაში. ეს არის
მარაბდის ბრძოლის დღე 1 ივლისი და ახლა რა თქმა უნდა ჩემს კარგად იცით თქვენს და მსმენელობას მარაბდის ბრძოლა სამხელა სულიერი და ფიზიკური მნიშვნელობა ჰქონდა ქართული ერისის და სულიერ საკრისტიანოსთვის რა და უბრალოდ გული იმაზე წუხდა რომ ახალ თაობაში ეს თარიღი არ არის ისეთი სიცხადის წარმოჩენილი როგორც დაუშვათ თითქორი გამოჩენილი რა და შეიძლება ითქვას რომ არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა იმიტომ რომ მართალია ფიზიკურად დამარცხდა ქართველი ერი ამ ეპიზოდში მაგრამ ამით არ ამოწირულა და იქ მოყოლებული ქსნის აჯანყება და ხერხემაში გადაწყდა შეჰაბასი მარაბდის ველზე რა ხოდა და ორი წუთის მეტყოდა კვირეული ვახსენეთ და სერბეთი ახსენეთ კარგად გადაება რა 1999 წლის კოსოვოს ველზე ასევე ხერხემაში გადაიხა სერბეთის ლაშქარმა მილოშობილიშის და პრინც ლაზარის მეთაურობით ოსმალური ლაშქარი და მილოშობილიშის მინდა მხედარი უდიდესი აი მართლმადიდებლობის ფარი რა და მართლული მწყოთა რომ ეს პრობლემით სერბეთს აქვს კოსოვოს პრობლემა რა იმიტომ რომ კოსოვო არის როგორც ცეთა ჩვენთვის იგივე და მინდა რომ ვიცოდეთ რა ანუ კემისკერ ვასწავლი და უბრალოდ როცა ევროპაზეა ლაპარაკი და ევროპულ კურსზე ეს არის ჩემთვის მილოშობილიჩია ევროპა და კარლოს მარტელი ფრანკების მაიორდომი არაბები რო გადაწეხა ხერხემალში მე საუკუნეში და ბატონმა გიორგიმ ჩემზე მეტი იცის ალბათ კარლოს მარტელზე ხო მის საყოფეს ეხება უშუალოდ და თეთრ ახალს რა ხო აი ამაზე მინდა და ორი სიტყვით მეთქვა ეს არის ევროპა და აქ ის და ქრისტიანული ევროპა და ქრისტიანული კონსერვატიზმი არაფერი სხვა და ამას რო არ გაასწავლი ახალგაზრდას და თაობა რო აი ამ სახელებზე არის გება ხო მე მიგაგვიკვირდება ბატონო გიორგი ერთსა როდესაც მოგმართავს რომ ვიღაცა დაარეკავს და პუტინი და ბიძინა ქრისტიანობის ძველი იტყვის რა მილოშობილი ხატმა ხერხეული რო არის ის და ხარჭაშნელი და მისწოდი ეპისკოპოსები და მარაბდის ველზე დაცემული რა თქმა უნდა ბიძინა და პუტინი იცავენ ქრისტიანობას იტყვის და ანუ რა უქმათ ახლა იცით რომ გავუხსნათ რა და ეს თქვენი მოვალეობა რა მისია რა თქვენს ტელევიზიას აკლებდა კურსის ეს საკუთური იმიტომ რომ ეროვნულ საფრთხეებზე დგას და თქვა რა მიუხედავად იმისა რომ არის ხატანჭერი არა ვარ რომ საქართველოში ვხედავ ისეთ ძალას ხარს უჭერდა ტელევიზია ეროვნულ საფრთხეებზე დგას აუცილებლად ვიტყვი ამას რა ხოდა კითხვას რაც შეეხება რა სერბეთის მოვლენები ახლა კიდევ ერთხელ ვიტყვით აი სად გადის ზღვარი როგორ უნდა დავიცვათ ზღვარი რომ არ ვასარგებლოთ აი ეს არ მინდა ახლა სხვა ტერმინებით დავაბრძოლოთ მსმენელი ნიუ ბაბილონელები ახალ ბაბილონელები გლობალისტური კონგლომერატი რომელიც შეთქვეფას და თმაში ათქვეფას ცდილობენ რასების, ენების, ერების, რელიგიების ეკუმენისტები ან და გლობალისტები აი როგორ უნდა დავიაროთ რა უნდა ვიაროთ ამ რაღაცნაირად ჩვენ ვიქნებით თუ სერბები იქნებიან თუ უკრაინელები არ წავეხმაროთ აი ამ ეკუმენისტებს და გლობალისტებს და იმავდროულად ახლა ისეთი პროპაგანდა მივიღოთ რა რომ უსმენთ თქვენ წინა საათში გადაცემას რა რომ ივანიშვილის უმადურები რატო ხართო რა კაცი აგეთ იპოდრომზე ქალაქს ვაჩუქებდა და კორპუსებს გიშენებს და ახანოზე ძველ კინოსტუდიასთან რაღაც უბედურებას ატყვა ერაფრის შეთქმულება უნდა ამ ადამიანს აი მეთმა შეუწირო რაც გაუკეთებია და მიაგებოს სოფსოფელსა შინა და 100 წელი იცის ხო არავის მაგაზე უფრო მეტი კიდევ არ არის მაგაზე აპარატი მაგრამ როგორ ვიყო მადლობელი თავზე კორპუს დამაშენებს ხო ცხვირის წინს ქვეში რო ჩამიშენებს რაღაცა უბედურებას აი როგორ ვიყო მადლობელი ხალხო აი ეგ მიმართავს მენას ეგ ამიხსენის და ვიქნები მადლობელი რა თორე არ გაუკეთებია ამაზე მადლობა კი ბატონო კეთილი კარგით მადლობა ზარისთვის ну ადამიანს ასეთი ხედვა აქვს და ეს მისი უფლებაა ბუნებრივია მეც მაგაზე ვსაუბრობ ხოლმე როდესაც ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ მადლიერები იმ კონკრეტულ საქციელს არ უნდა მოყვებოდეს ისეთი ტრაგედია
რომელზეც მე ბუნებრივია რომ აკეთებ რაღაც კრიტიკულ განცხადებას, ეწინააღმდეგები და ასე შემდეგ. და მე რომ გეტყვიან შენ რატო არ გახსოვს ის რაც აქვს გაკეთებული, კი მაგრამ ერთი თუ გადაარჩინე და 10 კაცი თუ მოკალი, ეხლა მადლიერება მუდმივად გამოუხატო შენს მიმართ იმ ერთი გადარჩენილისთვის, მე მგონი არასწორია, ხო? თუ კი 10 ადამიანი დაიღუპა ისევ შენი რაღაც შეცდომების გამო. ეს არის რადიკალური ესე ვთქვათ მაგალითი მოვიყვანე, რომელიც პირდაპირ არ ეხება ვთქვათ ბატონ ბიძინას, მაგრამ ზოგადად თუ გადავხედავთ, მაშინ სააკაშვილიც უნდა ვაქოთ დავადიდოთ, იმიტომ რომ სააკაშვილის დროს ძალიან ბევრი რამ აშენდა საქართველოში. მაშინ მოდით ვაქოთ და ვადიდოთ სააკაშვილის წინააღმდეგ რატო გამოდის ხალხი. იმ კონკრეტული დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა მისმა ხელისუფლებამ, ხო ესეა? ეხლა რო გამოხვიდე და თქვა რომ ნახე მის პერიოდში, მისი მმართველობის პერიოდში აშენდა ბათუმი. კი, ბევრი რამე შემიძლია ვთქვა მე ბათუმზე მაგალითად, რომ თურქული ბიზნესი უფრო ჭარბობს ვიდრე ქართული, ხო? მან და ეგ არის ძალიან ცუდი. მაგრამ მაყურებელმა თქვა შეიძლება თქვას, რომ აი მის დრო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აშენდა ბათუმი. აშენდა თბილისში ძალიან ბევრი ახალი კორპუსი აშენდა გალამაზ და თბილისი. იქ ქუთაისი, კიდე რა გზები და მთელი ამბავი, ხო? და მოდით მაშინ აღარ გავაკრიტიკოთ სააკაშვილი, იმიტომ რომ ბევრი რამ მან გააკეთა საქართველოსთვის. მაგრამ არა აკრიტიკებს ხალხი და რატო აკრიტიკებს? იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ გააფუჭა და ამის გამო აკრიტიკებენ. დღეს იგივე ივანიშვილზეც რომ ვისაუბროთ, ივანიშვილმაც რაც გააკეთა, რაც გააფუჭა და ადამიანები გამოდიან და ზოგი ამბობს მადლობა ამისთვის, მაგრამ აქ რატომ მოიქეცი ესე? აი დღეს რო ხელისუფლებაში არ არის და არ ჩანს თქვა ბიძინა ივანიშვილი. ყველას კარგად ხო გვესმის რომ ის კულუარულად მაინც მართავს ამ ქვეყანას, იმიტომ რომ ახლა მე არ შემიძლია მოვთხოვო პრემიერ-მინისტრს, მარტო პრემიერ-მინისტრს იმისთვის თუ რა ხდება ქვეყანაში თქვა. ვერ მოეთხოვება, იმიტომ რომ ეს დიდი გუნდი მაინც ბიძინა ივანიშვილის გუნდია. გინდა თუ არ გინდა, ის არის პასუხისმგებელი ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მან შემოიყვანა პოლიტიკაში. მე მახსენდება პარტიის თავმჯდომარეა, კაცო, გინდა საპატიო დაარქვი, გინდა მისი პარტიის ხელმძღვანელი, მართველი პარტიის ხელმძღვანელია, რას ქვია? ანტუან დე ეგზიუპერის სიტყვები მახსენდება, გახსოვს ის პრინცი რო ამბობს იმ პასუხისმგებლობა აქვს თავის იმ ვარძე, ადამიანს, ყველა ადამიანს კონდეს პასუხისმგებლობა იმაზე, თქვათ, რომელზეც ის ზრუნავდა, რომელზეც აპირებს ზრუნოს. ის პასუხისმგებლობა ყოველთვის გრძელდება. ამ შემთხვევაში თუ კი მე ვანდე გარკვეულ ადამიანებს, გარკვეული პოსტები ხელისუფლებაში და მე ვთქვი, რომ აი ახლა წავედი, რას ქვია წახვედი? გააქვს მე იმის მორალური უფლება რომ წახვიდე? მე შენ მოგეცი ხმა, შენ რომ მოდიოდი ხელისუფლებაში, აი ყველა დღეს მეოცნებას კითხე, ვის აძლევდი ხმას 2012-ში, 2016-ში საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობ, 2020-ში ყველა გეტყვის მე ვაძლევდი ხმას, ქართულ ოცნებას კი, მაგრამ ტირე ბიძინა ივანიშვილს. რა თქმა უნდა. ხო, და მაშინ ისმის კითხვა. საპრეზიდენტო არჩევნებში მიცეს ბიძინა ივანიშვილს ხმა, თორე ახლა რა ქვია? რა თქმა უნდა, ხო და ისმის კითხვა, მორალური უფლება გაქვს შენ რო თქვა, რომ კი, აი ეს ხალხი მოვიყვანე და მე წავედი, რას ქვია მოიყვანე? მე შენ მოგეცი ხმა, პასუხისმგებლობა შენზეა. დღემდე არის შენზე პასუხისმგებლობა. და ხალხი ამ პასუხისმგებლობას ითხოვს პრინციპში. და როდესაც გამოდის ბიძინა ივანიშვილზე ცუც რატო საუბრობთ? ბიძინა ივანიშვილს თავი დაანებეთ. ჩვენ საუბრობთ იმ შექმნილ მდგომარეობაზე, რომელიც მოყვა კონკრეტული პიროვნებების დანიშვნას კონკრეტულ ადგილებზე, რომლებიც გამოიწვია, აი დღეს მაგალითად, ხო, შინაპატიმრობაშია ექს-მინისტრი, უშიშროების ექს-მინისტრი, ხო? იქ კიდე აჭარის ესტაბლიშმენტი ძველი მთლიანად მოიხსნა და იმათზეც საქმეები ისმის კითხვა. კი, მაგრამ ეს თქვენი მმართველობის დროს არ მოხდა მათი დანიშვნა? თქვენი გუნდიდან არ წარმოიშვნენ ეგენი? რატომ ვერ გააკონტროლეთ? დღეს რატომ შეუდგა წყალი, შეუყენეთ წყალი, მოდი ასე ვთქვათ. დღეს რა მოხდა ისეთი? რატომ მოხდა ეს განხეთქილება? ან რატომ ვერ გააკონტროლეთ თავის დროზე? ან სად არის გარანტია, რომ დღეს ვისაც ნიშნავ, ხვალ იგივე არ დაემართება? ესე იგი 13 წელიწადი ხელისუფლებაში ხარ და ვერ ისწავლე მართვა ქვეყნის.
ეს არის დიდი უბედურება და პრობლემა. ვერ ისწავლე ადამიანების შერჩევა. ვერ ისწავლე იმ პრობლემების აღმოჩენა მაშინ როცა დროა და არა თქვა წლები რო გავიდა უკვე დროც ამოეწურა იქ ყოფნისას და მე ამბობ რომ ნახე თურმე რა დანაშაულები აქვს ჩადენილი რას ქვია ეს რა იმ მომენტში რო ჩადიოდა რატო არ იცოდი განათლების მინისტრად დანიშნეს მიქანაძე ყველაფერსო თავი დავანებოთ ეხლა ის რაც ჩვენ ვიცით გივი მიქანაძის წარსული კრისტალურად სუფთა რო იყოს განათლების მინისტრად დანიშნეს კაცი რომელიც პროფესიით არის იურისტი განათლების მინისტრად იურისტს რო ნიშნავ ხო იგივეა ახლა ეკონომიკის მინისტრად დანიშნო მზარეული და რა არ ყოფილა შემთხვევები ნუ კაი მზარეული არა მაგრამ სხვა პროფესია ხო ჩვენ მეპურე ყავდა კაცო ვიშას დროს ყავდა მზარეული მეპურე იყო ხო ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დანიშნეს ეკონომიკის მინისტრად ძალიან კაი შესაძლებლად ძალიან კარგი გოგოა მარიამი ვიცნობ გადასახადს მაგრამ ტურიზმის დეპარტამენტი და ეკონომიკის სამინისტრო ეს არის ორი სხვადასხვა განზომილებაში მყოფი ეს რა ქვია სამინისტრო ხო სხვადასხვა მიმართულება ვერ გაუძღვება ჩავარდება ამაზე ვაკრიტიკებ ჩვენ კაცო რომ შეარჩიე კადრები სხვათა შორის გიორგი დღეს 1-4 მინიმუმ 4 ზარი იყო ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით პროფესიონალები არ ყავთო პროფესიონალები ვერ ირჩევენ პროფესიონალებს და მე შემიძლია თამამად თქვა რომ პროფესიონალიზმს მორჩილი უფრო ურჩევნია ანუ პროფესიონალს მორჩილი ურჩევნია და ასეთ შემთხვევაში დემოკრატიაზე ვერ ისაუბრებ იმაზე რომ ქვეყანა პროგრესისკენ მიისწრაფის და პროგრესულია არა იმიტომ რომ აქ ჩვენ ვხედავთ თუ კი შენ პროფესიონალიზმს არჩიეთ მორჩილება ეს უკვე იმას ნიშნავს რომ დიქტატურისკენ მიდიხარ აქ ორი აზრი არ არსებობს იმიტომ რომ ნორმალურ ქვეყანაში პროფესიონალებს ეძებენ ირჩევენ და აყენებენ ისეთ საკვანძო პოსტებზე როგორიც არის მინისტრის სავარძელი ახლა სისულელია ვიღაცა ახალბედა ან გუშინდელი სტუდენტი თქვა დანიშნა არასწორია ხო და რანგირების კანონი რომელზეც ჩვენ საუბრობდით არც ერთი დანიშნვის დროს რანგირების კანონი კანონი არ არის მიღებული მაგრამ რანგირება არ იყო გათვალისწინებული ანუ რას გულისხმობ მისი წინა პერიოდი მუშაობის მოქმედების თქვათ მიღწევების არ იყო არსად გათვალისწინებული იმიტომ რომ აი თვითონ ეს რანგირების კანონი არ არსებობს რომელიც უნდა არსებობდეს კი ბატონო ამასთანავ ბერნარ არნოსთან იყო ეს რა ქვია ლუის ვიტონის პატრონთან დამფუძნებელთა პატრონთან ფრანგულ ტელევიზიაზე ინტერვიუ და კითხვა იყო ესეთი რომ როგორ ააშენე ამხელა იმპერია კაცმა პირდაპირ თქვა ჩემზე ჭკვიან და პროფესიონალ ადამიანებს ვეძებდი მე ვიყავი უბრალოდ გუნდის ხელმძღვანელი და იქ უნდა მიმეყვანა ჩემზე ჭკვიანი და ჩემზე პროფესიონალი ადამიანები სწორია შენზე ჭკვიანი და შენზე პროფესიონალი ადამიანები ქმნიან მე ამ სახელმწიფოს კი ბატონო ზარი ეთერში გიორგი გისმენთ გიორგი დიახ ეძეთ მე ვეტერანი გაწუხეთ დიახ და მინდოდა რომ თქვის მე თქვა ვერაფრის ვერ მივახციე ჩვენი ჰოსპიტალის საკითხი ვერაფრის ვერ მივახციე შეგვიძნე ჰოსპიტალს ის რაც იყო დაგვინგრიეს რა არსებობს ვიღაცა შეიწრა შიგნით აგვიშენეს ჰოსპიტალის მაგირად პოლიკლინიკა ჩვენ რა გორში ვირბინოთ მე მაგალითად პოლიკლინიკამდე ვერ მივდივარ მიჯის რამოდენიმეჯერ მივედი და ტაქსით მივედი სადამ აქვს მე მაგის საშუალება რომ ტაქსით ვიარო პოლიკლინიკაში აქვს მაგის საშუალება ვეტერანს დიდად გვარცად გეტყვით სახელსაც გეტყვით მე არ მიჭირს მაგაზე მე პირჩივე უუბნები მაგას დირექტორი კარგი ადამიანია და ერთი ხათუნა არის მან ძველი თანამშრომლები ან ეს ძველი თანამშრომლები კარგი ვინც იყო
ყველა გარეკეს ბატონო ჩემო, და გვარს და ეხლა სახელს მოიყვანეს საიდანღაც ვიღაცები არ გცემენ პატივს. გვარს და სახელს თუ იტყვით პირდაპირ ეთერში, ჩვენ მოუწოდებთ ვეტერანთა დეპარტამენტს, რომ მოგაქციონ ყურადღება. ეს ერთადერთი რაც შეგვიძლია. მოწოდება გავაკეთოთ ტელევიზიით, რომ ვეტერანთა დეპარტამენტმა მოგაქციოთ ყურადღება. თუ გვარს და სახელს იტყვით, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ დაგეხმაროთ? ან დატოვოს ემა სტუდიაში. კი ბატონო, მე არ მერიდება რატო თუ სისხლი თუ თავი ქონდა გამეტებული წვიაზე ვიდექი რატო უნდა მქონდეს ნოდარი კენჭაძე ავანტყოფები ყავს ჩვენ ძალიან ბევრი ზოგიერთ თავის კალა კასტილი იქამდე ვერ მოდის და აი რა ვქნათ ძალიან ბევრი ჩვენ უგროვებთ თუ ფულს ჩვენ თვითონ ვეტერანები უგროვებთ რომ მივცეთ იმ საწოდავს ჩვენ რა გაგვაჩნია რომ იმას კი ბატონო თქვენი ხო თქვენი ჩვენით მივაწვინოთ ხმა ვეტერანთა დეპარტამენტს მარტო ლაკ-ლაკი და ზედმეტად მარიაჯობა ტელევიზორში არ ვარგა აქ ვეტერანებს აღარავინ არაფერად არ გვაგდებს კი ბატონო აბსოლუტურად სხვაგან განზომილებაში ცხოვრობენ საავადმყოფოში სადღაც მივაწერენ იქო ფეხებზე გვიგიდებენ ბოდიში ამ სიტყვისთვის ხო და გამოვდივართ ისევე ავატავართ მე ვერ მოვდივარ აი ფიზიკურად მე ვერ მოვდივარ დეპარტამენტამდე პოლიკლინიკამდე ვერ მოვდივარ გავიგე ესე იგი ნოდარ კენჭაძე ხო სწორად გავიგე მუხლები მე ნარიადმა გადამაგდო ხელში დამიზიან და მუხლები კოვიდი გაგვიკეთეს მერე გრიპის სამალი გაგვიკეთეს და ამანეთობა იმოქმედა ამ სიზუსტეზე გავიგე ბატონო ჩემო კიდევ ერთხელ გავიმეორე თქვენ სახელს და გვარს ხო სწორად გავიგე ნოდარ კენჭაძე სწორია თუ ნოდარი კენჭაძე კი ბატონო დამიძახონ მივალ და პირში ვეტყვირას და თქვენ კი ბატონო გაიხარეთ კი ბატონო მადლობა ზარისთვის ვეტერანთა დეპარტამენტს ვთხოვთ რომ მიაქციოთ ყურადღება ბატონ ნოდარ კენჭაძეს იმიტომ რომ ასეთ დღეშია ეს ადამიანიც და როგორც თვითონ ამბობს მის გარშემო ძალიან ბევრ ვეტერანს უჭირს ამიტომ ჩვენ ვიცით რომ ეხლა სახელმწიფო სტრუქტურები გვიყურებენ ამიტომ გთხოვთ იქნება მიაქციოთ ყურადღება ამ ადამიანებს კი ბატონო ვეტერანთა საკითხი ძალიან მტკივნეულია ყოველთვის საქართველოში, იმიტომ რომ მინდა არ მინდა მე ვიცნობ ევროპაში ამ ვეტერანთა საქმეებს და ერთი მე ჟურნალისტად მუშაობდი ომებში და ვიცი და მე მეორე ჩემი ოჯახის წევრი იყო ალჟირის ომის ვეტერანი ხო ჩემი მეუღლის მამა და ვიცი როგორი დაფასება აქვს საფრანგეთში ვეტერანებს როგორ უვლიან როგორი ამხელა პენსიები აქვს ახლა არავინ არ მითხრას რომ იცით რა საფრანგეთია და მათ აქვს საშუალება შემამაცხონებულო დეპუტატი რომ ხარ და 15000 ლარი რო დაინიშნე ხელფასი შენ და ვეტერანი რომელმაც შენი სამშობლოსთვის სისხლი და დაღვარა და იმისთვის რომ შენ ხელისუფლებაში მობრძანებულიყავი კეთილი უნდა ინებო და იმ ვეტერანს ისეთივე დაფასება მიცე როგორც აქვს ეს ევროპის ქვეყნებში ვეტერანებს ხო აი ეს არის ჩვენი ძალიან დიდი პრობლემა და ეს არის სამწუხაროა და ჩვენმა ვეტერანთა დეპარტამენტმა ახლა დეპარტამენტი ვერ გადაწყვეტს თუ თავრობამ არ ემასხა რა ქვია ნება იმ დეპარტამენტს თუ არ გამოუყო ფინანსირება ახლა რა გინდა რო ქნა მაგრამ ჩვენ რა უნდა ქნა და უნდა გამოხვიდე და თქვა რომ მოვითხოვე ფინანსირება და არ დააკმაყოფილეს ეგ უნდა თქვა კი ბატონო ეგ უნდა თქვა ხო აბა რა ხო აბა იმიტომ ხარ შენ ვეტერანთა დეპარტამენტი იმიტომ რომ იქ არიან ბიჭები რომლებმაც მართლა ეს ბატონიც ამბობდა რომ თავის ქალა აქვს ზოგს ახთილი და რაჭრილობებით არ არიან ჩამოსულები და რაც თავი რაც ეს ჩვენი კონფლიქტები დამთავრდა მას მერე მესმის ეს ვეტერანების პრობლემა რით ვერ მოგვარდა ამ ვეტერანების პრობლემა რა უბედურება არის მართლა და მართლა კაცო მიშას დროს იყო და ვეტერანების პრობლემა იყო ეხლა არის და ვეტერანების პრობლემა
არის და არა და ყველაზე დაფასებული და ყველაზე პატივცემული ხალხი უნდა იყოს ეს ხალხი ეს არის ადამიანები რომლებმაც თავისი სხეულის ნაწილები დატოვეს მაშინ რა ქვია სამშობლოს ბრძოლის ველზე კი ბატონო ესეა გიორგი ზარი ეთერში გისმენთ მოგესალმებით კიდევ ერთხელ მოგესალმებით გამიმართლე ხა და დიდხანს აღარ დავლოდები ვარ მე თვითონ ვეტერანი გახლავთ ბატონებო და დიდი სიცოცხლე და სამართლო ფაქტი დაიწყო იქიდან რომ რვალარი ქონდა ვეტერანს ისიც ქონდა როგორ რაღაც შეავად ეძლებოდა შუქსა და გარზე მე თვითონ მუშაობდი მერიაში ერთ-ერთი საკურატორო საკითხი ვეტერანთა საკითხები მე ახლა ავიტრავახებ ხაშუში მუშაობდი და ნებისმიერ ვეტერანს შეგიძლიათ შემთხვევით იქნება როგორც იქნება თუ როგორ მუშაობდი გეტყვიან ისინი მე მეორე ვიღეს კიდე დიდი სისულელე ერთი ესე იგი ვინც დაიღუპა ომში იმის ოჯახს ეძებოდა 500 ლარი და რამდენი ვეტერანი ტიროდა ნეტა მოგვდარი ყავ მაინც ოჯახებს შერი არ მეყოლებოდაო ამასა ვერ მოტვინეს, იმიტომ ვერ მოტვინეს, რომ იქ ზის უტვინო ხალხი ისნე. და მარტო ბატონი გურამ ნიკოლაეშვილი და გამოდიოდეს და ამბობდეს, დაასახელა რამოდენიმე ქვეყანა რომ შედის ვეტერანი, თესზე უდგება ხალხი. ესე იგი, კაცი მიდის, რომელიც უფიქრია, ოლში წასვლის ოსტიდოვი ჩამოა. ყوارცა კაცებს დაუფიქრია. და უამრავი საკითხები, აი მაგალითად მე გავედი 44 წლის პენსიაში, დავამანის კუპრიდან. სანამ არ გავხდი 65 წლის მანამ სრულყოფილი პენსია არ მომეცა. აი ვეკითხებით მევადე ხელისუფლებას, ეს არ შეგვიძლია გადახედოთ თუ მაგ პენსიონერის სტატუსი შედარებით რომ რატომ მიგავთ 20%-ს. და უამრავი, რა ვიცი, სრული უყურადღება ვინ ხოდა მაგითო ვიცახი. მოდი ვარ, მაგოდა ვამბობ, რაცია და ისია და დარჩე. ხოდა თუ არ შეიძლება ასენ შევწოდოთ ისე რა, ვერ გავიგეთ. სწორგარდოს გავართ ყველანი მიცეთ აზრებათა. ამიტომ ჩვენაზე უნდა მოხვიდეთ ჩემო ვიფასო გამურებლებო და ვადრონშენელებო. მადლობა ზარისთვის, მადლობა. ნამდვილად აი დააკვირდი ამ პრობლემის გადაწყვეტა ნაწილობრივ მაინც, მაგრამ დიდ ნაწილს გულისხმობ. შეიძლება ძალიან ადვილად. როდესაც შენ ირჩევ პერსონალს, მოდი ასე ვთქვათ, პერსონალს მერიაში სამუშაოდ, სხვადასხვა სამინისტროებში სამუშაოდ, სხვადასხვა სიპებში სამუშაოდ და ასე შემდეგ. და როდესაც ირჩევ რატომღაც საკუთარი წიაღიდან, ანუ პარტიული აქტივიდან და არა დამსახურებული აქტივიდან, ანუ იმ ხალხისგან, ვინც იბრძოდა, ვისაც მართლა დაუღრია სისხლი თავისი ქვეყნისთვის. აი ახლა ადამიანი რო ამბობდა, ვინც მიდიოდა საომრად, რა იცოდა რომ დაბრუნდებოდა? არა, რა თქმა უნდა, არავინ არ იცოდა. ან ის რომელიც დაიღუპა, იცოდა რომ დაიღუპება უეჭველი? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ზოგი დაიღუპა, ზოგი არა. და ახლა ისმის კითხვა. აი მაგალითად, მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ იმიტომ რომ ხარ ვეტერანი, უნდა დაინიშნო თქო, ან მერიაში სამუშაოდ, ან სამინისტროში, ან სხვაგან. არა, უბრალოდ, როდესაც შენ აცხადებ კონკურსს, ვეტერანი უნდა იყოს პრიორიტეტი. მარტივია ყველაფერი. ვეტერანობა უნდა იყოს პრიორიტეტი. აი, ისრაელში ვერ დაქორწინდები, მოქალაქეზე მაქვს საუბარი, ვერ დაქორწინდები, თუ კი ჯარში არ ახარ ნამყოფი. ელემენტარულია, ხო? სოციალურად ბევრი პრობლემა გექმნება თუ შენ არ ახარ ჯარში ნამყოფი. აი მარტივია, აქ რატო არ შეიძლება შენ კანონის დონემდე აიყვანო ის რომ თუ კი კონკურსი ცხადდება რომელიღაცა ადგილზე, მერიაში იქნება სამინისტროში თუ სიპებში არ აქვს მნიშვნელობა გამგეობაში და ასე შემდეგ. კონკურსი თუ ცხადდება უპირატესობა კონდეს ვეტერანს. ანუ ცოდნა რასაკვირველია უნდა კონდეს, მაგრამ უპირატესობა კონდეს ვეტერანს. ან ვეტერანი რომელიც დაბრუნდა ცხელი წერტილიდან და მას აქვს სურვილი რომ გააგრძელოს სწავლა, რომ ცოდნა მიიღოს და იმუშაოს, ხო? სახელმწიფომ რატომ არ უნდა შეუწყოს ხელი და თუნდაც არ უნდა დააფინანსოს, ანუ მისთვის არ უნდა იყოს უფასო სწავლა, როგორც ვეტერანისთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც ღვრიდა სისხლს საომარ ვითარებაში და იცავდა საკუთარ ქვეყანას ან ქვეყნის პრესტიჟს, მოდი ვთქვათ, სახელს, ავტორიტეტს, ხო? გიორგი, 5 წელია ჩემი სიმავრი გარდაიცვალა.
ყველა ის შეღავათი რაც მას ჰქონდა გადავიდა ოჯახზე. რა თქმა უნდა, მის მეუღლეზე გადავიდა. ყველა პენსიაც, ის დახმარებებიც, იქ უფასო ბილეთები, რა ვიცი ხა, ვეტერანს საფრანგეთში ყველაფერი უფასო აქვს და გადასახადებიდან არის პლუს კიდე ეს არა ქვია. გათავისუფლებული და ამხელა ხელოვეს აქვს, პენსია აქვს, ხო? ჩვენთან პოლიკლინიკაშივე გული მიკვდება, როცა ვისმენო, პოლიკლინიკაში ვერ მივდივარო. რა თქვა და სადამ აქვს მე იმის ფული ტაქსით წავიდე პოლიკლინიკაში. ანუ პოლიკლინიკა ისეთ ადგილას არის, რომ ადამიანს იმდენი ტრანსპორტის შეცვლა მოუწევს და მით უმეტეს უჭირს სიარული ეთხოვოდა ხო ადამიანი ამბობდა, რომ მას რაღაც პერსონალურად უნდა მისვლა იქამდე, ანუ ან ტაქსით, ან სხვა მანქანით, ხო? და ტაქსით მოუწია და იმის ფული არ აქვს. ეს ყველაფერი სამწუხაროა, მაგრამ ნუ ასეა. ზარია გიორგი მოусმინოთ მაყურებელს. გისმენთ ისაუბრეთ, დიახ, ხალბატონო ისაუბრეთ. გამარჯობა. მოგესალმებით. იცით რა? აი რაც ხდება ადამიანურ მოდგმაში ორი კვანდი. ყველაფერი არის დასაშვები. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცოდით ვინ ვართ ჩვენ ადამიანები. დედამიწაზე არის ეს დედამიწა ვიცოდით? როცა რელიგია შეიცა 2000 წინ ხო ეგონათ დედამიწა ხალბატონო კონკრეტულ საკითხზე გადაგთხოვ ძალიან ცოტა დრო გრჩება. ამის მერე რამდენი რამე შეიცვალა და ადამიანმა ისწავლა ისიც რომ ადამიანს ეკუთვნის ადამიანური ცხოვრება და არის ღირსი რომ იყოს მიერი. ყველაზე ბედნიერი იმ საქმისგან რომელიც არის დედამიწაზე და დღეს ადამიანი არის ყველაზე უბედური. ნახეთ აქ შვილები და ამ შვილები ამასობს ომობა. ხოცავს ამ შვილებს ვინ არიან აი პოლიტიკოსები არიან რომელიც ქალის გაჩენილ და ადამიანური წვიმის მშობლების გაჩენილ ბავშვები ვიყავთ ასწავლიან ხოცვას და თვითონ ისინიან და ერთობიან ამით. ეს რაღაცა საშინელება ხდება. თუ ამაზე არ იფიქრეს არაფერი არ გამოვა, ასე გაგრძელდება. კი ბატონო, დიდი მადლობა ზარისთვის. უბრალოდ ნებისმიერი თემა შეიძლება განიხილო ფილოსოფიური კუთხიდან და შეიძლება განიხილო იმ რეალობიდან, სოციალური რეალობიდან, რა რეალობიდანაც ჩვენ ვცდილობთ ეს თემა წამოვწიოთ. უბრალოდ ფილოსოფიური ეხლა ვერ მოუხდება თუნდაც ამ გადაცემას, იმიტომ რომ დრო არის ძალიან ცოტა და ჩვენ რო ჩაუღრმავდეთ ფილოსოფიურად ამ საკითხში, დამიჯერეთ ერთი რამოდენიმე დღე არ გვეყოფა. ამიტომ მარტივად სხვათა შორის გიორგი სერბეთი ბაგაშიც ჩვენ გვავს, იქაც ძალიან დიდი პრობლემა არის ვეტერანების, ვინც ბოსნია-ჰერცეგოვინაში და კოსოვოში იბრძოდნენ. ახლა ჩვენ წინა მაყურებელმა ჩვენ კოსოვოს ისტორიაზე შეგვახსენა და კოსოვოს ომი ამ 90-იანის ბოლოს და ნულოვანების დასაწყისში იქ ძალიან ბევრი სერბი ბიჭები, რომლებიც ომობდნენ, იმათაც ზუსტად იგივე პრობლემები აქვთ წამოჭრილი, იმიტომ რომ ძალიან პატარაა იქაც ვეტერანების დახმარება, ზუსტად აბსოლუტურად ძალიან ბევრ რამეში გავარ ჩვენ სერბებს რა. უჩიჩმა რაღაცა ესე დაგვამსგავსა ერთი სცენარით მივდივარ. ჩვენგან ხო არ იღებენ მაგალითს? მე მგონი ჩვენგან იღებენ εμას რა ქვია მაგალითს. კი ბატონო. აქ გიორგი აქ საუბარი რაზეა? ჩვენ ხო მარტო ვეტერანების პრობლემებზე არ ვსაუბრობ. ჩვენ ვამბობთ რომ ეს არის ერთ-ერთი ის მწვავე საკითხი, რომელზეც ჩვენ ყოველთვის უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ უნდა გვახსოვდეს ეს ერთი. მეორე, ჩვენ ძალიან ბევრი სხვა პრობლემატური საკითხები გვაქვს. ნარკომანია, მოთამაშეები, რომელიც მე შემიძლია პირდაპირ გითხრა, რომ ამ სათამაშო ბიზნესმა ისეთი პრობლემები შექმნა, რომელმაც მე მგონი უკვე ნარკომანიას აჯობა, გაასწრო თავის პრობლემატური ხასიათით. გაასწრო უკვე ნარკომანიას და ეს არის ქვეყნისთვის ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, კაცო.
ბიჭო, ევროპას აგითი დაემსგავსე შემამაცხონებულო, რომ აქ ბრძოლაალი ლუდომანის წინააღმდეგ და ვერ ითამაშებს, გინდა სრულწლოვანი იყოს, გირა არასრულწლოვანი, ონლაინ კაზინოში ვერ ითამაშებს ისე როგორც თამაშობენ ჩვენთან, აქ არის რაღაცა ზღვრები იმას იქით არ დაგახარჯინებს, არ მოგახსნევინებსებას, რა ქვია, თანხებს. არ შეიძლება ესე. ჩვენთან მიდი მილიარდერები გახდნენ ეს ონლაინ კაზინოები. თან ესე ადვილად კეთდება ონლაინ კაზინო. საფრანგეთში ონლაინ კაზინო რო გააკეთო, ფაქტიურად, აი, არ ვიცი, ჯერ ერთი უნდა ისწავლო, აი, ფორმაცია უნდა გაიარო ამ ყველაფერს. მერე ისე უნდა გქონდეს საბუთები და ეს არანაირი არ უნდა, აი, სახელმწიფო კონტროლი უნდა ჩაგიჯდეს შენ ამის უფლება, ეს ლიცენზია, ამ ლიცენზიას აიღებ, მერე იმ ელემენტარულად ამას ვერ გააკეთებ, რომ ეს ონლაინ კაზინო გახსნას. რაც არსებობს ის რაც არის, ისინი მართლა პროფესიონალები არიან და წლები არიან ამ იმაში, რა ქვია, არიან და იქ არის ზღვრები და ეს წამოვიღოთ მამაცხონებულო ევროპიდან, კაცო, არ შეიძლება. ეს როგორ უნდა წამოიღო ევროპაში, ანუ თუნდაც საფრანგეთში, ხელისუფლებას ინტერესი არა აქვს იმ კაზინოში. ხვდები? ანუ იმ ხალხს, რომელიც ოლიგარქებს გულისხმობ, რომლებიც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, ან ხელისუფლების კულაბაში ყოველთვიურად შეაქვთ თანხები, ანუ სავარაუდოდ, რადგან საფრანგეთში ასეთი ბრძოლაა გამოცხადებული, ესე იგი მანდ ეს არ ხდება, იმიტომ რომ სადაც ხდება, ბრძოლას არ უცხადებენ, იმიტომ რომ საკუთარ კულაბას ბრძოლას ხო არ გამოუცხადებს, ხო ეგრეა. თავის თავს ხო არ დააზარალებს და არ დააზიანებს. სამწუხაროდ ხო გეუბნები, აი ამ თემებს, ჩვენ იმდენი თემა გვაქვს სერიოზული, რომელიც მართლა აწუხებს ადამიანებს, რომ ამ ხელისუფლებაში რომ მოხვიდე, ძალიან ბევრი გექნება სამუშაო, წარმოიდგინე. ადამიანებს რომ ვეუბნებით 13 წელიწადი თუ თქვენთვის მსგავსი რა პრობლემაც გაწუხებდა, თუ არ შეცვლილა, ხო უნდა მიხვდე რომ, ესე იგი უნდა შეცვალო ხელისუფლება, სხვა ვიღაცა მოიყვანო, ხო? მით უმეტეს ისეთი ძალა უნდა მოიყვანო, რომელიც მუდმივად ამ თემებზე აპილირებს და გეუბნება, რომ არა ქრისტიანულია, კაცო, აი პირდაპირ სატანიზმია, პირდაპირ შემიძლია თქვა, აი სატანისტური მიმართულება აქვს არჩეული იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც თამაშს, ნარკომანიას ხელს უწყობს. აი პირდაპირ შემიძლია თქვა და თუ ქრისტიანი ხარ და გესმის ცოტა გინდაც მუსულმანი იყო რა იმათან და შაიტანის ის არ არის ეგ თამაში და ნარკომანია ისინი ამას ამბობენ ხო უნდა დაფიქრდე რომ ძალა სხვა პოლიტიკური ძალა გჭირდება ოღონდ ისეთი რომელსაც ესმის როგორ უნდა მარტო ქვეყანა მარტო ურაპატრიოტიზმი არ კმარა აქვს მარტო ის ხვირილი რომ არა უნდა გავანადგუროთ ნარკომანია უნდა მოსპოთ სათამაშო ბიზნესი არა სათამაშო ბიზნესმა შეიძლება სერიოზული და დივიდენდი მოიტანოს და შეიტანოს ბიუჯეტში და ამით ისარგებლოს ბიუჯეტმა ოღონდ თუ ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში და კარგად განსაზღვრული რომ არ დაზარალდეს მოსახლეობა რომ დღეს რა ზარალსაც ნახულობს ჩვეულებრივი მოქალაქე რომ ხვალ ამ ზარალს ავაცდინოთ ანუ ეს არის ამოცანა ხელისუფლების და არა ის რომ ყველაფერი მოსპოთ ისევ შაუბნელ საუკუნეებში დაუბრუნდეთ და რავი ხალხზე და კარტოფილზე დავждეთ ამაზე არავინ არ საუბრობს პროგრესი უნდა ბელგიაში გიო იცი ორი კაზინოა ერთი ოსტენდე და მეორე ნამური. ერთგანაც და მეორეგანაც ტურისტები დადიან ძირითადად, ხო? იქ მე ბელგიელი შესული არ მინახავს. იგივე საფრანგეთში ერთი დოვილის კაზინო არის და ტურისტები დადიან იმ კაზინოში და მეორე ნიცას კაზინო არის. დანარჩენი ეს არა ქვია და მე მონაკოში არის კაზინო, ხო? ნიცასთან არის უკვე ახლო. ხო, მაგრამ შენ თუ მონაკოში ჩახვედი და მან ცხოვრობ, ესე გააქვს იმდენი ფული, რომ დახარჯო. აქ საუბარი იმაზეა, რომ ერთ ოთახიანში სადღაც, რა ვიცი, გადაკარგვაში ცხოვრობს ადამიანი და უკანასკნელ ცოლის ბეჭედს ყიდის. ანუ უკვე ოქრო ყველაფერი ცოლის ბეჭედს აბარებს და მიდის კაზინოში. ასეთ ადამიანებზე გვაქვს საუბარი, რომ ვალებში ბინები აქვს ჩადებული, გარეთ რჩებიან. ამაზე გვაქვს აუბედურებულები არიან, რამდენი თვითმკვლელობა, რაც ვიცით და რაც არ ვიცით. ხო და აი უნდა არსებობდეს მექანიზმი, როგორ დავიცვათ ეს ადამიანები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული რაღაც მოფიქრებები, მაგრამ ხელისუფლების გარეშე ამას ხო ვერ გააკეთებ. კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, ხო? ტრაგედია, სერიოზული ტრაგედია, როდესაც პოლიტიკური ნება არ არსებობს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. გიორგი, სამწუხაროდ, ჩვენი დრო ამოწურულია. სამწუხაროდ ამოწურულია. ისე შენ რომ
უბრალოდ დრო ქონოდა პირველ ნაწილშივე ჩაერთვებოდი და ორივე ნაწილი იქნებოდი, მაგრამ შენ როგორც დაკავებული ადამიანი ბუმბერაზი როგორ დათოიტყვის ხოლმე ბუმბერაზი კაცი იცლი მარტო მეორე ნაწილში. ნუ სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, მე და შენ ისევ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ორშაბათს, მაყურებელის ბუნებრივია. ეხლა კი დავემშვიდობოთ მაყურებელს, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.